გაუმართვეს. მოკეთ დავლიყავა. და სანამ გრილა მაგ ნახეთ ამ ტერიტორიას არ უყუროთ, სანამ რემონტი მაქვს არ შეხედოთ. ეხა აი აქ აი ეს ადგილები რა, რასაც ხედავთ თქვენ ეხა ბალახით, მასე იყო სუაქით და მოასუფთავე ხო და ეხა სანამ გრილა. ძალიან იქით არ გადავალ, იმიტომ რომ იმას ბალახს გათმებიჭამე ხოლმე და აი ამ ადგილას მოვასუფთავებ. ცოტას. მე ეს გზა უკრებავ და იქამდე იქნებ წყალიც მოვიდეს. ესე ძირიანად თუ არა მოვიდა და უჭირს. ოიდედა. მეზარება მარა ისა. ამ შედეგს რო ნახულობ, კაია, აქაც იმდენი იყო. მარა ისა ნახოთ. ისინი ხელთათმანები. იმიტომ რომ ისედაც უნდა დავიჭრო ფრჩხილები, იმიტომ რომ გამიუბედურდა და თან დღეს ვაპირებდი ფრჩხილებს დავიკრავ მეთქი და ქალივით ვიქნებ. ხო და ამ საქმეს მოვჩები და მე დავიკრათ. სავარაუდოდ მე საჭმლის გაკეთების დროს სადღაცას დავკარგავ. არა უშავ. ანუ მაქვს ის ანუ ხელთათმანები მაქვს, მაგრამ ხომაირები ამერცალს გამოვიყენებ, რომელიმე ხელზე გავიკეთებ, იმიტომ რომ ეს მაქვს 1-2 თუ 3 წლის წინ მზიამ გავამიგზავნა მიდან ათენიდან. ეხა მიხარია რომ აღარ არის ემიგრანტი და დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობს თავის შვილებთან ერთად. და აი ეს გამოგზავნილ ეს რაღაცებს სულ ვინახავ ხოლმე და ვიზოგავ და ასე რომ ზია თუ მიყურებ, ეს ისევ შენი ნაჩუქარი ხელთათმანებია, რომელსაც აქ მაქვს მარაგი და აუცილებლობის შემთხვევაში ვიყენებ. კაი, ხა ერთ ცალს გავიკეთებ. იმიტომ რომ ერთი ხელით გლეჯ. ეს. ნახოთ რა შედეგი იქნება მე. თითქოს არაფერი, მაგრამ დიდი დრო მოუნდება. ისიც მოსუფთავებული უბრალოდ მიწაყრია იქ და ეგეთი ის არის. ხო არაფერი დაახლოებით 40 წუთი მომდია აი ამ ტერიტორიის მოსუფთავებას. ეხლა ის ნუ გავიტანო ნაგავში. ნენელა გაიღვიძა ყველა ქათმებით სამსახურის ნასკები და ჩემი ბალაშა სამსახურის ტანსაცმელი. ნენელა ყველამ გაიღვიძა, ბავშვებიან. ცხოველებიან, ფრინველებიანად. მომწონს ეს სიტუაცია. იქ გამოსაღები. და ესენ და ახლა წავალ ჯერ იმას გავიტან. ნაგავში. და დაცხა უკვე. გიწილავ ნახავ შუქი ხარ ჩაუქროჩი. თუ ჯერ არა. და ხანცალებს პატარა ხოლმე. მიობოლა. ჩემიობოლა. გავიტანათ ნაგავი. მაგრამ ცოტასაც სამოვზირკავ და დარჩენ საღამოზე. ახლა წყალს ველოდები, რომ სარეცხის ჯერია. ისე აზარჩი შეველაშა, მანქანაც კი გადააგორა და აქაც მოხიკე ყველაფერი. მზეც გამოვიდა. ხილში შეჭამდა კაცი რაღაცას. რო დაგეტოვა და გუშინ არ შეგეჭამა სულ. ესე იგი. ეხლა უნდა გამოვიღო ღორის ხორცი. ცოტა მორხვება მაგას დავჭრი
და შევწვა კარტოფილთან ერთად და გამახსენდა რომ მაქვს ჩამოვარდი გოგო ჩამოვარდი დედა ლამაზო რატო ჩამოვარდი სკამიდან ჩამოვარდი გოგო პისო გოგო პისო რატო ჩამოვარდი დედიც სკამიდან ეს აქეთ დავდოთ რატკაბი ხა გოგო მოდი აქ მაგ ჩამოვარდნა მარგი ყორო ფეხი გეტკინა ბატაწინა გამახსენდა რომ აქვს კიდე ფარში ეხლა მაგას გამოვიღებ და დღეს გავაკეთებ კოტლეტს და სავარაუდოდ მაგ ყველაფრის მერე წავალ მამიდასთან ცოტა ხნით და ამოვალ და უთოს გარდა არაფერს აღარ გავაკეთებ ცოტა ხანი შევიკაკანო დამცხა თითქოს მზე არ არის ისე მაგრამ დაიხუდა ხოსანა მამიდასთან წავალეს ყველა უნდა დავიჭრა ბოლომდე და გავიკეთებ იმას ჩხილებს და ისევ არ გახვიდებ ისო გარეთ მოდი ჩემთან მოდი ჩემი პანდუნიო მოდი ჩვენი ოჯახიდან მანქანა რო გადის ან იქოქება ეხაძეს რო გადავაგონი ყველა მეჭირა ესე ისე ვარ დაიზმენებული უკვე და შეშინებული რომ ბორბალი კატა ბორბალი კუნტი რა ვიცი მანქანა და მაგრად მეშინია არ იქოქება ჩვენ სახლში მანქანასთან ყველა კატა ანხელში არ მყავან არ ვუყურებ რო სხვა ბანადია ამოვიკაკანოთ აი მე 10 გამხდარა ხალხნა უკვე აი ესეთი სიგრილე რომ 20 დღის მანძილზე იმდენ რამეს გავაკეთებ არ დავიღლები მაგრამ როგორც კი მზე და სიცხე მომაწვება აი მე მეცლება ყველანაირი უნარი ცოტა ხანი ავსკროლავ TikTok-ს და მე საჭი ნუ გადიხარ გოგო მე გავამწა ეხა უყურის ის ნახე რა იქ რო არ გავიდეს და იქ რო არ დაეგ და თან დაწვა უყურე დაწვა თან დაწვა აბიხარ აბიქიგრი ითი თან არის ადგილი წეჩქა დროსებით წადი დევიდე არ დაგაცდი ხა მაგრამ არ მინდა რამის ჭამა ჯერ ადრეა ძალიან მე რას მიყოხო ეხა მეძინება ოპარაკის ხომ დავიტანო დღეს აუცილებლად მაღლა ეყოფა საკმარისია მიღებული მზე ფოთლები აღარ სცვივა გამაგრდა და დრო არის რომ დავაბრუნოთ ოთახში დამიწერეს ოპარაკის ხე ვერაფრით ვერ გავახარეთო და რატო და ზოგადად ძალიან უპრობლემო სცენარი არის გააჩნია უბრალოდ უნდა სინათლეზე ყოფნა მაგრამ არა მზე სჭირდება გაზაფხულზე ან ზაფხულში ცოტა ხნით D ვიტამინი სჭირდება თორემ ჩამოსცვიო ფოთლებიც ტოტებიც და ყველა ნუ ერთი კვირა საკმარისია მე ისე უნდა დააბრუნო თავის ნეიტრალურ ადგილზე ეს მე შემოდგომით გახსოვთ რომ გავსხალი კარგად თან და ეხლა წამოიღო ფოთლები ბევრი ეს უბრალოდ სხვა ჯიშია წვრილი ფოთოლა არის წვრილი ფოთლები აქვს აი მინახია რომ უდგათ ხოლმე ეს დღესავით რო არის ხოლმე რაღაც და დიდი ფოთლები ეს ხონაირი მაგრამ მომწონს მუხასავით არის თან ბაბო რომ მაჩუკა თლაც
ცოტა ხანი გავერთობი და გავაგრძელებ. გამოვაგრძელოთ ჩვენი ქართული. აუ დღეს მინდა რომ ისა ნაციური გამოვარდო. დაბლა ეხა რომ მივაწექი სუჯრა მაქვს გამოსარეცხი. ასე დაბრწყელებული ყინავ ხოლმე ფარშს, რომ მე ადვილად ხვევა რა. ის გალხდეს. მანამდე გავამზადებ პრიპას. გილოცავთ დღეს არ ცხელა ძალიან. ის შესაბამისად რაც გინდა გავაკეთო. ზეში არა, ადვილად გასაკეთებელია რომ არ გცხელე. ამით არ ვცვლი ხოლმე, მაგრამ ამით ვჭრიი და ორი დანის გასულა დამიზარა. აი რამდენი პლუსი აქვს დილით ადგომა. ჯერის რომ ენერგიულად ხარ. იმიტომ დილით უკვე ადექი სიგრილე ნახე. რაღაც საქმეები დილითვე მოითავე. რაღაცნაირად ხარ. აი იმ დროს რო ადგები. მე სიცხეში გეიმი ისწადგა. მოგესალმათ. ზოგადად ნიორს არ უშვები ხოლმე, ხა რატომ უნდა რომ ნიორი ვიყო, არ ვიცი. სამკრილს უზავ საკმაოდ ბევრი მაქვს ფარში. ხინკალს ვფიქრობდი, მაგრამ ხო იცით ხინკალს რო აკეთებ, მე ძალიან ბევრი სტუმარი მოდის ხოლმე და გადავიფიქრე. ნახოთ კატლეტზე რა იქნება. არა ხინკალს აღარ გავაკეთებ, თუ საბრტყელებელს არ ვიყიდე. იმიტომ რომ ის თუ გეხმარება ის საბრტყელებელი ესე რომ დაქრემოთ ანუ ჩათვალე რომ ერთი დამხმარე ხო ხინკალს განაცხადო ყველაზე ძალიან მეზარეა აი ხა განახეთ რატომ მიყვარს ეს და ჭრის დროს არ გადამოცვიდეთ აი ეს პრინციპია ქამას და ეს იმდენად კარგად არის ამაღლებული რომ საკმაოდ დიდად წევ სხვებიც მაქვს მაგრამ აი ესე იწევა ეს და აი აკუცნად ეხა განახე დამეშალა ეხა მსხვილათაც რო დაჭრა რა პრობლემა ეხა დავკუჭ მოვჭი ტილსაც რო მოვჭები დაგიბრუნდებით თვალები დამეწვა სულ გავკუწე
გავამზადე ყველაფერი. ველოდები ახლა მე ამის გალხობას, ეს ყველაფერი უკვე მზად მაქვს. სუნელებსაც ხმარობ ხოლმე, ქინძს, უცხოს. აუცილებლად ჭონეთს და კაც უყავ, მაგრამ აუცილებლად დაღერღილიც უნდა უყო, იმიტომ რომ ძალიან უხდები. და ეს კიდე აქ ვიდევს რომ გალხვეს. ჯერჯერობით სხვა საქმე არაფერი არ მაქვს. საწოლებს გოგოი მიხედავ ხოლმე და ლაშა გავიდე ხა მაღაზიაში, ტყემლის მასალები უნდა მომიტანო ზიქრობით გატყებალი. პარიცავად უღემა მასასისხს მოიტანს და ჭამოთ სანამ მას გამომზადებ. ოდი ჩემო ცხოვრება. ჩემო ცხოვრება, დედას ლამაზ. ეს იყო ხოლმე ძალიან უპრეტენზიო ბავშვი, იმიტომ რომ აიყვანდი არაფერი პრობლემა არ აქონდა. ეხა არ უყარს აყვანა. და რომელსაც არ უყარდა აყვანა ის ფეხი რო სტკიოდა და მიეჩვია რომ პერიოდში სულ ვიყვანდი და სულ ვეფერებოდი, ის მიეჩვია ყოლეს. ეს ბუერა კიდე არ უნდა ამ ბუერა. ამასაც ვატკინეს ფეხი და მე მიეჩვია. ჩემი პატარა. ჩემი გაიწეწილი ბავშვი ვინ არის? დიდი შენახა ჩემი გაიწეწილი. კარგი რა დაანებე რა მაგას ხო იცი გასდის ბეწვი. დილას რა ვერ მოთავსდა. ოჰ დაცხა უკვე ხალხნო. ტერიტორიაზე მზე აჭერს. საკატლეტე მასალა რომ რჩება ყილის მე გავაგზავნე. გზად მაქვს. ეს და ეს. ეხა შემოვალ. გავწმინდა ჯერ ეს სიტუაცია. არ მიყვარს ხოლმე რაღაცას რო ვაკეთებ და თან თუ არ გავწმინდე, გონია მე რომ ღრუტუნი უნდა დავიწყო ცოტა ხანში. ვაიმე, შენ ჩახოხბილი ბაჭამა ერთხელ ხო შეიძლება რა? მოგაუბრალე ძალიან მაშინ უგნები ხოლმე. ამასობაში ხელს მოვითალე. მოგდა ძალიან იშვიათად ვიჭი ხოლმე დანით ხელს, მაგრამ კაი კი არ მოვითალე მივრავი რა არა ვქი. ხო მოკეთ, მზად არის. ეხლა უნდა გარეთ გავიტანო ეს ხორცი და დავჭრავ. ეს იყო ცოტა რაღაცები კიდე გაყინული იყო და დანით დავშალე რა და სანამ კარგად იმას იზავდი მასათი და დანა. ხო და სანამ კარგად უფრო მოლბება ეს თუ რაცა ქვია, ამას გავამზადებ. ხო ეს რაღაცა მეკვა. მე არ მიყვარს ხოლმე თან რო წვა და თან რო აკეთებ. ამიტომ ჩემს სად მიდიხარ? აი ამაზე. დავაკრებ თურს და დავაგროვებ კატლეტებს. და მე ერთმანეთ შევწვავ. რომ ეს ხელები აღარ ვიდუდღნო. წავედი ხა. როგორც იქნა შევიჩერე სისხლი. სანტავიკის დაკვრას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც იმას შევ ხომ ძრებას სისველეში. დავი. მეორე საქმიანობა დავიწყო. ეს მოგმოვჩი რომ ამიდასთან გავიქცე. ამ ვიდეოს დასაწყისში ვთქვი რომ ძალიან მაგარია მინდია და ძალიან გრილა მეთქი. ჩემი სიტყვები უკან მიმაქ. გარეცხი გამწოვის სინახში გახედოთ. ოღონდ მარტო ეგარი გარეცხილი არც გაზია არც. შვენივრად არის აქ სისვლის წვეთები დარჩა ნახეთ და როგორ განაგავაშლე კარგად. ესე კარგად ირეცხება ხოლმე შვენივრად. აი ესე. ეს არ შეიმჩნიოთ ეხა მივად ეს ხელები და ეხა ეს რომ მორჩები ამ ადგილსაც სულ მოვაკრიალებ. როგორ ბაგაბიზარი. მაგრამ რას ვიზავთ? რომელი საათია? 2:25 წუთია დაახლოებით 3 საათისთვის ყველაფერი მზად უნდა მქონდეს და დაბანილიც ვიყო და უნდა მივდიოდე მამიდასთან წესით. ხო და წავედი ხას საქმეები გამოვიჩინოთ
გამწოვი ჩარხთად. იმიტომ რომ ისედაც კი ცხელა და დამცხება, მაგრამ ესეც ესა. საერთოდ დახმა, იადაშა დახმა. წიწილას ჩავხედოთ. წიწილას გამოურთე გათბობა, განათება და გათბობა და სად არის ჩემი ბიჭი თუ გოგო? აი. იცოდეთ? აი ამ ნახურეთიდან ჩავგახედეთ. გამარჯობა წიწილო. საჭმელი აქვს, წყალი აქვს. ღმერთმა გაძლება მოგცეთ ხალხმა ამ სიცხეში. ტავილი მე საბრძოლო მზადყოფნა.